იქა წყალზე წავიდა, იმიტომ რომ მეორე წყაროს სავარაუდოდ გავცდებით. სხვა გზით ჩავდივართ ეხა იდეაში იმ ქოხამდე წინა ვიდეოში რომელიც შემოგთავაზეთ, სხვა გზას ვეძებთ და არც ვიცით საით არის, ან მიისვლება თუ არა სხვა გზით. რაც გავიკითხეთ, არის ალტერნატიული გზაც, მაგრამ ზუსტად ვერავინ ვერ აგვიხსნა, ამიტომ წინასწარ მოვიმზადებით. ალი მაგარი დაკლებულია რა დაბალგებთან. აი რაც არის, თუ დაახლოებით არის ნავირებთ, მან იტოვებდი. ნავი მოიცა? აი მან, ქვევით. აი თუ ხედავთ. აი ქოხის შანს. ამოდის ამ გახსოვს ერთხელ რო ვიყავით. კი, აი იქამდე ამოდის. და იმ თიდან, იმ ადგილიდან მეორე მხარეს ნაპირზე გადავიდნენ ნავები. რაც ხვანაერი გემოს ქონა წყალია, იმენა მაგარი გემია. ავიდე ზევით ერთი? ადი. შვენიერი ამინდი გვაქვს. აი ეგ ჩამოვედით, მანქანასაც აქ გავაჩერებთ. იმიტომ რომ როგორც ხედავ, გზა ძალიან გაფუჭებულია და წვიმა რო იყოს, მე აქეთ ვეღარ ამოვალ. აი მიტოვებული ავტობუსი. აქ როგორ მოხდა, რაც მარიც. თუ რამე ვარიანტი გაქვთ, დაწერეთ კომენტარებში. ჩვენ კი ნელ-ნელა დავიძრებით. ეხლა ბექა ჩანთის ამბებს მოაგვარებს რაღაცას. ბექა რა იყო? არაფერი გზა. ძალიან კარგი. ამინდი შესანიშნავია და დანარჩენს შემოგთავაზებთ ეტაპობრივად. ჩვენ გზაზე ხე წაქცეულა და ახლა აქ მოგვიწევს გავლა. რთული გასავლელი არ არის. გზად ძალიან ბევრი წაქცეული ხეებია. ერთგვარი დაბრკოლება შეგვიძლია დავარქვათ. გზა არ ვიცი და მოგვიწია გზიდან გადახვევა, აქ პატარა ბილიკი ჩანს. საქონლის ნავალია. და რადგან თავგადასავალია, ვაპირებთ რომ ჩვენც გავიაროთ. რატო ხედავ რამეს? ჯერ გზა არ ჩანს. თუმცა არის ძალიან ლამაზი ბუნება და ძალიან კარგი ამინდი. აი სად ვართ? დაახლოებით რომ იცოდეთ. არის სამეგრელო ზემო სვანეთის მხარე, ხოკოს უბანი. ძალიან რთული გასასვლელებია. ყველგან გვხვდება წაქცეული ხეები. აქ ძალიან დიდი თოვლი იცის და ეტყობა თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლო. თან ძველი ხეებია უკვე გამხმარი და დამპალი. აი ამოვედით მაღლობზე. უმაღლესი წერტილი არ არის, მაგრამ სიმაღლე უნდა ავიღოთ კიდე გასასვლელად. ახლა იმ ქოხის გასწვრივ არ ვარ ჩვენ? მაშინ უფრო მაღლა უნდა გასწვრივოთ, მაგრამ სიმაღლე გინდა. კარგი, გავაგრძელებთ მოძრაობას. ავიწიეთ კიდევ ერთი 10 მეტრით მაღლა. იმის იმედით რომ გზა გამოჩნდება, მაგრამ ჯერჯერობით ყველა გზა ჩახერგილია წაქცეული ხეებით. აი როგორი გადატეხილი აქვს. ახლა ვიდეოში თუ ჩანს დათო ცდილობს ავიდეს იმ გორაზე. უბრალოდ მეცავალ.
შედარებით ამაღლებულია და იქიდან სავარაუდოდ დავინახავთ გზას. ძალიან ლამაზი ხედები იშლება და აუცილებლად განახებთ. ამოვედით გორაზე, თუმცა ხეებისგან დაფარულია და თლად კარგად არ ჩანს ხედი. სამაგიეროდ გზა ვიპოვეთ. არის ბილიკი, ნავალი, არც ეკლებია, არც დამატებითი ტოტები და სავარაუდოდ ამ მონაკვეთს მარტივად გავივლით. არის გასაოცარი გაზაფხულის სურნელი. ალბათ ყვავილებს აზრის. ნახეთ როგორი სილამაზეა. აქ დატკეპნილია მგონი დათვი იწვა. რო გამოგეკიდოს ხო იცი 30 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. დათვი? ხო. შეშინებული მე იცი რამდენს ავითარებ? აი ბიჭო, აი. ოპა. ღირდა ამის სანახავად. კიდევ ცოტა წაუსვენებ დათო. გაჩეთ. გზა ცოტა გართულდა. მდინარე იქიდან რომ ჩვენ გზას საშველი არ გამოუჩნდა, მოგვიწია გზიდან გამოსულიყავით და გადაჭრითი გზით წავსულიყავით, რომელიც გადის პირდაპირ მდინარე ენგურის ფსკერზე. ახლა ვინაიდან წყალი დაკლებულია, ამ ფსკერზე გავა არ გაგვიჭრდება. აი, წყალი აქამდე მოდის. აი, ჩვენს გამარჯვება ჩაითვალოს. ბეკ. ისეთ ფოტოს გადაგიღებ ახლა. ხო იცი ნახოს, ვინ დაკარგაო. არაფრის გამო აქ ამოვედი და მის გამო რას გავაკეთებ? რასაც ჩაიძებდი მაგის გამო, ხო? აბა ბიჭო. მოვედით. აი ვიღაც ვერ იქანს. როგორც იქნა ამოვედით. აი ხა უნდა დავისვენო კარგად, თორე ძალიან დავიღარე. იბადა. ადი ჩამოდი სიმაღლის კარგვა, თან გზა რო არ ვიცით. სამცეთია რა. იდეალური ადგილია, მაგრამ გზა დიდი ხანი რო არავინ არ ანაყოფი. სულ ეკლებია იო შეახედე ხითა მხარეს ნახავ. პატრონებს კიდევ ერთხელ მადლობა. გულითადად გითხრეს რომ გამოიყენეთ, ისარგებლეთო და აგერა გვაქვს ჩვენ ყველას გამოსაყენებლად და დავიცვათ სისუფთავე. ეგ არის და ეგ. ისე დავტოვებთ როგორც მინდა რომ დაგხვდეს. ხო, აი ყველაზე კარგი იქნება. შემდეგ აი ასე მოვალთ. ძალიან გამოსადეგი. ესე დადგები და აი ამ ხედით დატკბებით. ან აი საჭმელსაც მოამზადებ. იდეალური ადგილია. ხო, ვაპირებთ მე როცა შიგნით მოვჩებით დალაგებას. აი ეს ადგილი მოვასუფთავოთ და აი აქ გავაკეთოთ სკამი, რომ დაждომა იყოს შესაძლებელი და ამასაც თავისთავად მოვაწესრიგებთ. ბეიქამ ცეცხლი დაანთო. აი ბეიქაც ადგილზეა. ამ შვენიერ ფონზე დავისვენებთ. არა ჩვეულებრივი ხედი გვაქვს. კარი ამინდი კი არის და კარი ამოვარდა, მაგრამ და სარაუშავს. მამაზე მაგარი საკითხი დავაჭირეთ რა. აბარა. და ისაიო ნახე როგორი ხარი ამოვარდა. რაც ჩვენ თავგადასავალს უფრო საინტერესოს ხდეს. და სახიფათოს.
ნახოთ ჩვენი ჩაიდანი რა შევა. ცოტას და წყალი დუღილს დაიწყებს. არა, მაშინ ნახე ბიჭო, ასე რა იქნება. შენ მას ვეჭამ ხო? კი, შეჭამ, აი მეორე შეჭამ. ავტომატად. შანსი არ არის რა, რაღაცა რო არ დამავიწყდეს რა. სასუპეები წამოვიღე და კოვზი დამჭამა. აი მე კი მომეცი შენ. შენ ასის. ეგ არის ერთი კოვზი. ძირს რო აგდია? აი თაგვი რომ თაგვი დააგვდა იმ კოვზზე რა. დარი თაგვი აგდია. რა ვიცი. მე ვერ წაგიყვან ხო იცი? მაგარი რა. გვამის დასამალი ადგილიც არის აგერ. გავიგე იცი? ეს სინოპტიკოსები, короче. ამინც როგორ არტყამენ. თელი დღე და ორი დღეა ვათვალიერებ კოკეს პირველი წვიმა იდო და ახლა არის მზე. მე მგონი ყველაზე აი, თქვენი ფანტაზია. მე მგონი ყველაზე მაგარი სამსახური მაგათ აქვს რა. გაიგვიძებ, დღეს წვიმა იქნება დაწერ თუ არ იქნება, მაინც არავის არ ჯერა შენი და თუ გაატყი ხო კაი და ეგ არის რა. რა ვიცი. ალბათ იმასაც ნიჭი უნდა რომ ყველგან მოძებნე დასაძინებელი ადგილი და შენ ამას დიდებულად ახერხებ. აქ თუ არ დაიძინე, სად დაიძინებ? იმ წვეტიან ქვაზეც მშვენივრად გიძინა. всё, ძმამ წაუძინა. გახსოვს? რომ ახსენდება ძმაო, რომ ჯერ აქ უნდა ჩავიდე. მე იქ უნდა მოვიდე. ეს იქ უნდა წავიდე. ჯანდა. ტიპმა ახაც დაიძინა. აი ამის ქვეშ რა უნდა გააკეთო? უი. მეგობრებო, წყალი იმ დონემდეა დაკრებული, რომ ახლა ვეცდები განახოთ. აი ამ ადგილას, სადაც ჩვენ წყალი გგონია, არის ქვიშა. აი ეს მონაკვეთი ძირითადად არის ქვიშა. ფაქტობრივად წყალი არ არის, მხოლოდ იქით ჩანს პატარა დაბლები. სად გახარ ჩვენი წყალი არ ვიცი. всё, დავეშვით ხა ჩვენ ქვევით. აი ამ გზით ჩავალთ დატყორებაზე და აქ რაღაცა მისინა და ნემსები ვნახეთ. ვა, მარსზე ვარ, ბიჭო? აი ეს ილონ მასკი ჯიმაღალი. აქ ვართ უკვე აგერა. იმის ჯოხები მოგვაგდა აგერა. აი კეთო ტრაქში სპეისი. აქედან წვიმა მოდის. მოულუბლობა. და ჩვენ გვაქვს ეს გზა ასავლელი. აბა წავედით. წვიმს ქარია. შტორმია ფაქტობრივად. ქარია და თან ზურგის ქარი არ არის. ძალიან ცუდმა ამინდმა მოგვისწრო. თან ამინდი უარესდება. დასხე. აი საიდან მოვდივართ? და აი სად მივდივართ? დავითარება, კაპიტანო. სტორმია, შკიპერო.
ობოქრობს? ობოქრობს. გავიჭედით. ძალიან ძლიერი ტალღებია. ხმელეთი ახლოსაა. რამდენად ახლოს? ქვევით 50 მეტრი. ჭანდაბას რიფს ხედავთ ეჯახებით. კარი მოხური, კარი. კარი მოვხუროთ. უი, კარი არ გვაქვს, კაპიტანო. წავიდა კარი. უი, მქონია კაპიტანო. ოჩა, კარგი ხარ კიბერო. კარი იყოს ეხა. კარგია, ძალიან ძლიერი ტალღებია. კაპიტანო, თუ არ ვიცი. არა უშავს. მოკლედ უნდა მოგახსენოთ გემის ვითარება. ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს, ტალღები ბობოქრობს. სკერი ახლოსაა, მარჯნის რიფებს ვეჯახებით. ვინაიდან გემზე ვიმყოფებით და საქმე არაფერი გვაქვს, აგიხსნით. ადრე გემებზე იყენებდნენ ბროლისებრ შუშას, რომელიც მსხვერპლის შემთხვევაში არ აზიანებდა კაცს. მოკლედ ჩვენი მოგზაურობა დასრულდა მეგობრებო და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.